საქართველოს სომხეთის ურთიერთობები, ეკონომიკური კავშირები და საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ბრიფინგი გამართეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებს. პრემიერ-მინისტრების გზავნილებს ვრცლად მაკუნა აბულაძე გაგვაცნობს. ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მშვიდობას ალტერნატივა მართლაც არ აქვს. დღეს ორი ქვეყნის ორი პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ საჯაროდ შეთანხმდა იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც სტაბილურობის შენარჩუნება, მათ შორის სწორედ დიპლომატიური ძალისხმევის განვითარებით აუცილებელია. ნიკოლ ფაშინიანმა სიტყვით გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა, რომ ჩვენ ყოველ ჯერზე გვაქვს მოლოდინი, როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა და როდის გაუზიარებთ ერთმანეთს ხელშესახებ შედეგებს. წარმატებული შედეგები კი ამ ორივე ქვეყანას ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით ნამდვილად აქვს და სექტორული ჩამონათვალით ვრცელია, იქნება ეს ტურიზმი, ეკონომიკა თუ სავაჭრო ურთიერთობები. დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მის ეროვნულ ინტერესებს და სუვერენიტეტს და ასევე მადლობის ადრესატი იყო ირაკლი კობახიძეც. ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ პირადად საქართველოს მთავრობის მეთაურის როლი ძალიან დიდია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაში და ამ ორ ქვეყანას შორის ახლა ურთიერთობები სულ სხვა ეტაპზეა. ასევე მოვისმინეთ ისიც, რომ პირისპირ შეხვედრის განმავლობაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა არა მხოლოდ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, არამედ იმ პოლიტიკურ დიალოგებზე, რომელიც მათ შორის ვაშინგტონთან აქვს. ასევე მოვისმინეთ, რომ ორივე ქვეყნის მისწრაფება ერთია, რაც ეხება ევროკავშირს და ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ამ გზაზე საქართველოს სომხეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავის მხრივ მასპინძელმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ მართლაც მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უფრო ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. მოვისმინეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა ისედაც გაცხადებულია. და ასევე მადლობა სტუმარს ირაკლი კობახიძემ გადაუხადა სწორედ იმისთვის, რომ სომხეთი არის უპირობო მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობის და ეროვნული სუვერენიტეტის. ორივე მხარეს ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების და გაღრმავების მოლოდინი აქვს. მოვისმინეთ მთავრობის მეთაურისგან, რომ სომხეთ-საქართველოს შორის ისტორიული მეგობრობა პირველ რიგში დამყარებულია ურთიერთპატივისცემაზე. შესაბამისად, ახლა ეს ურთიერთობა შეიძენს ახალ იმპულსს და ახალ ძალას. შევხედავთ, რომ არის საკმაოდ რთული ვითარება შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის, ჩვენს ქვეყნებს შორის და ამას ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის დამყარებული საქართველოსა და სომხეთის შორის. ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მაღალი დონე ჩვენი თანამშრომლობის, თუმცა არსებობს ბუნებრივია მუდმივი ინტერესი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სომხეთს გადავუხადო მადლობა ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის, პატივისცემისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორობა. სავაჭრო დონის თვალსაზრისით სომხეთი არის საქართველოს პარტნიორების ათეულში, რაც შეეხება ტურისტს და ვიზიტორებს. ამ კუთხით სომხეთი სამეულში იკავებს ადგილს ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დადებითი დინამიკა რეგიონში თანამშრომლობის განვითარების კუთხით მოხარული ვართ და ამას ხაზი გავუსვით დღეს მთავრობათა შორის კომისიაზე, რომ ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს დადებითი ტენდენციები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, უზრუნველყოთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ჩვენს მსაუბას ხაზი, რომ ხელი შეუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოს ძალისხმევას არ დაიშურებს.
მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი დღის წესრიგის არის ის, რომ კიდევ უფრო უკეთესი ეკონომიკური შედეგები გვქონდეს. დღეს საუბარი გვქონდა ორმხრივ ეკონომიკურ, რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგზე. ვისაუბრეთ, სად გვაქვს ყველაზე დიდი პოტენციალი თანამშრომლობის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლის, რადგან ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს მშვიდობის პროცესს. პირადად უჭერს მხარს სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს. მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ. დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით, საქართველოს ხელშეწყობით. ეს ნამდვილად შესაძლებელი ამბავია და ნამდვილად მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის. ჩვენ პრემიერ-მინისტრების დონეზე გვქონდა საშუალება გვესაუბრა წარსულზე. მახარებს, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს. მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის და მინდა ვისურვო, რომ საქართველომ ასევე იქონიოს ხანგრძლივი მშვიდობა და მოაგვაროს ის საკითხები, რაც მისთვის აქტუალურია, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩემს ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში, რეგიონული საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მე მას მოვახსენე, თუ რა ხდება ტრამპის გზის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესის და თურქეთთან ურთიერთობის პროცესში. ასევე მას მოვუყევი სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. სომხეთ ევროკავშირის კონტექსტში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის. ეს ის საკითხია, სადაც მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ხელშესახები შედეგები გვექნება. ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა მზად არის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. საკუთარი წვლილი შეიტანოს და ასევე ახალი მსოფლიო ეკონომიკურ არქიტექტურის მშენებლობაშიც ძალისხმევა ჩადოს. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად გუშინ ჩამოვიდა, ოფიციალური შეხვედრები დასრულებულია. სომხეთის პრემიერ-მინისტრი თბილისს დღეს დატოვებს.